თუ რომელი პროგრამირების სცენით და ურჩევ ადამიანს რომ დაიწყოს პროგრამირების შესწავლა და რატო? პირველ შესწავლასაც უშვებენ არის ის, რომ პროგრამული ენით არ უნდა დაიწყო თავიდან სწავლა. AI-მ ჩვენ დროს ჩაანაცვლა software developer-ები. შარშემლებთან შედარებით, სამსახურები რაღაც პროცენტით გაზრდილია. არის ესეთი რაღაცები, რომ ზღვარს ვერ იგებენ სამთავრობო ჩვენი რეალური სამსახური. აი სახალისო ისტორია მოგწოვი რამე, აი რაც ფრონტ კლიენტებთან ან ზოგადად მოგესალმებით ეთერში უნი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი. დღეს ჩვენს სტუმრად ყავს მინდია არაბული, უნილაბის ლექტორი და full stack developer. გამარჯობა მინდია. გამარჯობა. თუ შეიძლება გაგვესწროთ და მოგვიყვეთ რა საქმიანოთ, რამდენად დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და რამ ან ვინ გიბიზგათ რომ შეგედათ ფეხი პროგრამირების სამყაროში. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ ეტაპზე მე ვარ software engineer-ი, ფოკუსირებული ვარ full stack development-ზე. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს ზოგადად პროგრამირებაში. თავდაპირველად დავიწყე IT სფეროთი, იყო support-ი, ალბათ ძალიან ბევრი დეველოპერია, ვინც პირველი ფეხი შედგა მაინც IT სამყაროში. შემდეგ უკვე გადავედი sysadmin-ი, მაგრამ მივხვდი რომ რაღაც ჩემი არ იყო და დავიწყე უკვე მოჩენა სხვადასხვა პროფესიების ამ სფეროში. იყო კიბერუსაფრთხოება, იყო mobile development-ი, front-end-ი, back-ი, game development-ი, სხვადასხვა საკმაოდ საინტერესო იყო და საბოლოოდ შევჯერდი full stack development-ზე. საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და შრომატევადი საქმე არის. ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან მაქვს, ასე ვთქვათ, კონტრაქტი გაფორმებული. უფრო ორიენტირებული ვარ ამ ეტაპზე კიდევ იმის მიუხედავად, რომ 2017 წლიდან ამ სფეროში მოღვაწეობ და გამოცდილება მაქვს, ეს ამ სფეროში სწავლა არ სრულდება და სულ გიწევს განვითარდე. ამიტომ კიდევ არასრულ განაკვეთზე ვარ ბევრ კომპანიასთან და მირჩევნი ამ ეტაპზე, რომ ბევრ კომპანიიდან მივიღო რაღაც გარკვეული გამოცდილება, ვიდრე ერთ კომპანიაში ვიყო. ამ ეტაპზე ვარ კიბერლაბორატორია უნილაბში, ფრონტენდის მიმართულების ხელმძღვანელი, ასევე აურუმში, ეს არის კრიპტოვალუტების გადასვლის ვებსაიტი, ფრონტენდის მიმართულებით აქაც დეველოპერი ვარ ასევე Tasty-ი, საკმაოდ კარგი აპლიკაცია არის ასევე GeoVerb, რომელიც არის ქართული ზმნების პროექტი, ასე ვთქვათ, freelance პროექტი იყო, რომელიც ავიღეთ და საკმაოდ საინტერესო და ბევრ ადამიანს ეხმარება არა ქართველენოვანებს და ასევე დამწყებ კლასებში ზმნების გარჩევა, კითხვები, ქვიზები და ასე შემდეგ. ასევე არის კომპანია Anima Chatbotix-ი, რომელსაც უკვე რამდენიმე შეკვეთა ავაწყეთ, გვაქვს შეხება ჩატებთან, ჩატბოტებთან და ასე შემდეგ. ეს არის უშუალოდ საიდანაც მივიღე ალბათ და ვმუშაობ და პროგრამირების გამოცდილებას ვიღებ. ასევე ცალკე ჰობად მაქვს სწავლება. სწავლების ნაწილშიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა. ამ ეტაპზე კონტრაქტი მაქვს გაფორმებული Reeducate-ის კომპანიასთან, Reschool-თან, ასევე ჯიტას აქვს, ჯიტას კურსები დავიწყეთ და დაფინანსებით ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დეველოპერებს, რომ განვითარდნენ და მიიღონ გამოცდილება სრულად უფასოდ და Humanity-ში ასევე არის დაფინანსებული კურსები და აქაც ვიღებ მონაწილეობას, ესეც ძალიან მაგარი წამოწყება არის. რაც შეეხება რამ მიბიძგა, თავდაპირველად ალბათ როგორც ყველა დეველოპერს, უფრო გეიმინგის სამყაროში ვიყავი და პროგრამირება მეგონა არქიტექტურა, გეიმინგი, მაგრამ რო ჩავაბარე უკვე უნივერსიტეტში და მივხვდი რომ პირველი პროგრამული ენა რა იყო და შევეჭიდი ამ სირთულეებს, რაღაც პერიოდი ალბათ ასევე სხვა ყველა დეველოპერს ჩავარდნებიც იყო, ცოტა ხანი რაღაც გავანები გული ამიცრუდა დავით პროგრამირებაზე, მაგრამ დაახლოებით რამდენიმე თვეში რომ დამჭირდა რეალურად ჩემი მეორე პროფესიისთვის პარალელურად მაინტერესებდა ბიზნესი და დაკავებული ვიყავი ციფრული პროდუქტების ყიდვა-გაყიდვით. იქ მომენტში დამჭირდა ჩემი ბიზნესისთვის ვებსაიტი და შესაბამისად დავიწყე საკუთარ ვებსაიტზე მუშაობა. მართალია არაფერი არ გამომივიდა, დამწყები დეველოპერი ვიყავი მაშინ, მაგრამ აი ის ნაპერწკალი მაშინ გაჩნდა, რომ ესე იგი რაღაცის შექმნა შემიძლია, რაღაც ისეთის გაკეთება შემიძლია, რასაც ხალხი გამოიყენებს და იმ ცოდნას რაც მაქვს თუ კიდევ ახალს დავუმატებ, საშუალებას მომცემს, რომ იმ დონეზე განვითარდე, რომ ამაზე 10ჯერ და 100ჯერ მაგარი პროდუქტები შევქმნი. მადლობა შესანიშნავი პასუხისთვის. გადავდივართ შემდეგ კითხვაზე. დღევანდელ ეპიზოდს უყურებს ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებული ამ სფეროთი და ძალიან აინტერესებს თუ რამდენი ხანი დაჭირდებათ full stack development-ის შესწავლას და რამდენი რთული არის მაგისათვისება. რთული უფრო არ არის, უფრო არის შრომატევადი და ძალიან დიდი ზღვა მასალა რაც უნდა აითვისო. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე დამწყებ დეველოპერებს, რომ ამ შემთხვევაში თუ გინდათ რომ მართლა ისწავლოთ და კარგი დეველოპერი გამოყვიდეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემატიურობას. ანუ ყოველ დღე რაღაც დისციპლინა უნდა დაიცვა და ყოველ დღე აი თავდაპირველად ჩემი მიზანიც და საკუთარი გამოცდილებიდან ვასწავლი ხოლმე ასევე დამწყებ დეველოპერებს, რომ დღეში ვიღებდი რაღაც 15 წუთს და
ყოველ დღე 15 წუთი მქონდა ესეთი მკაცრი წესი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა დატვირთული გრაფიკი მქონოდა, 15 წუთს მაინც გამონახავდი. 15 წუთი შეიძლება უბრალოდ კოდი გამეხსნა და მენახა, ანუ არ დამეწერა, მაგრამ ეს დრო უნდა ყოფილიყო აუცილებლად. მე 15 წუთის ინტერესის გამო 5 წუთი დაემატა, 10 წუთი დაემატა და რავი 1 საათი გახდა, 2 საათი გახდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყოველდღიურობა შენ ისე მალე გადის რეალურად დრო, რომ ყოველდღიურობა საშუალებას გაძლევს, რომ რამდენიმე თვეში უკვე დაინახო შედეგი. აი ეს შეიძლება ყოფილა შემთხვევები, რომ შაბათ-კვირას ჩაუждები, 7-8 საათი დაუთმობ თითო დღეს და შემდეგ კვირას მე ისევ შაბათ-კვირას. შედეგს არ გაძლევთ, რადგან პროგრამირება ესეთი არის, რომ ერთ კვირაში გავიწყდება. თუ შეხება ყოველდღიურად არ გაქვს, ახლა მეც რომ რაღაც დაახლოებით 6-7 თვე გავჩერდე, ამდენი წლის მიუხედავად სინტაქსი დამავიწყდება. ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ყოველ დღე მეც თუ არ წერე და რაღაც კონკრეტული შეხება, შეიძლება ყოველ დღე მე უკვე აღარ დამჭირდეს, რადგან რაღაც გარკვეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ აი დამწყებ დეველოპერებისთვის ის ცოდნა რომ არ არის საფუძვლიანი, მალე ავიწყდებათ და ამიტომ მათთვის კატასტროფულად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ანუ ერთი ყველაზე მთავარი წესი ყოველდღიურობა, ასევე ლიმიტის დაცვა. ხშირად ვიცი რომ აი მაგალითად ერთად დავიწყეთ რამდენიმე მეგობარმა პროგრამირება და დღეში უთმობდნენ 5-6 საათს. მე უთმობდი დაახლოებით 1 საათს, შეიძლება ყოფილიყო უფრო ნაკლებიც, ისინი 5-6 საათს და ამან გამოიწვია, ხშირად ეძახით ხოლმე ესეთი ტერმინი ქართულად რო თარგმნოს გადაწვა, ანუ გადაიწვნენ, გული აუცრუდა და საერთოდ დაანებეს თავი. ამიტომ იმდენი დრო უნდა დაუთმოთ, რამდენიც მაქსიმალურად ჩვენ გონება შეუძლია. ასევე, როდესაც ახალ ინფორმაციას ითვისებ, ვერ აითვისებ 5-7 საათი რო ისწავლო. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე რომც ისწავლო, ხარისხენად არ დაგამახსოვრდება. ამიტომ მსჯობს, რომ ცოტა ინფორმაცია ისწავლო და მერე ის გაიმტკიცო და საფუძვლები დაიწყო კარგად. თან ძალიან ხშირია ხოლმე და მეც მგონია, რომ ჩავარდნები ძალიან ბევრი არის, შეიძლება რაღაც მოხდეს და 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, ზოგს 1 წელიც აქვს ხოლმე, რომ ჩავარდება და პროგრამირებას არ ეხება. და ესეც ძალიან რთული არის დაბრუნება. რეალურად კი უფრო მარტივად სწავლობ, მაგრამ რაღაცები საფუძვლებიდან გახსოვს, რაღაცები არ გახსოვს. ამიტომ უბრუნდები დასაწყის, ვერ წტოვებ იმ დასაწყისის ნაწილს, რომ რაღაცები შეიძლება არ გახსოვდეს და ერთი და იგივეს უკვე ნასწავლის ახლიდან ყურება, ან ახლიდან სწავლა რო გიწევს და გადამეორება და ამ მასალების წაკითხვა, ძალიან დამღლელია და ბევრი ამიტომაც ანებებს ხოლმე თავს. ამიტომ ეს პრობლემა თავიდან რო ავიცილოთ, იმის მიუხედავად რომ შეიძლება რაღაც სხვა გეგმები გაგვიჩნდეს, რაღაც ქვეყნიდან წავიდეთ, ან რაღაც მსგავსი, მაინც ჯობს რომ 15 წუთი მინიმუმ მაინც გამოვნახოთ, რომ ის ცოდნა არ დავკარგოთ. ხოლო რაც შეეხება თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს ადამიანს რომ გახდეს junior developer-ი, ან შემდეგ middle ან senior-ი, მართლა ძალიან ინდივიდუალური არის, უმეტესად დამოკიდებული არის პრაქტიკაზე, სწავლის შემდეგ თუ გინდა რომ middle-ი გახდეს, შეიძლება junior-ზე იყო რაღაც 10 წელი გაჩერებული, თუ სამსახურში არ ქონდა ესეთი task-ები, რომ განვითარება შეძლო. სწავლას რაც შეეხება, ჩემი აზრით 3-2 თვე რომ ამბობენ, ცოტა გაფუჭდა სიტუაცია მაგ მხრივ, რომ 2-3 თვეში გახდები developer-ი, ასიცრუე ფიზიკურად ვერ მოახერხებ ამდენი ინფორმაციის ადრე შეიძლებოდა, რადგან იყო რომ რაღაც HTML, CSS-ი რო იცოდი, უკვე პროგრამისტად თვლიდნენ, პროგრამული ენა არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი და ზღვა მასალა არის და ნენელა თუ არ აითვისე ეს ყველაფერი საფუძვლიანად ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ ფიქრობ, რომ დაახლოებით 1 წელი, რომ ცოდნა ჩამოიყალიბო, კარგად არ საფუძვლები ისწავლო, საკმარისი არის, ხოლო შემდეგი 1 წელი უკვე დაუთმო სრულად პრაქტიკას, იმუშაო პროექტებზე, გააკეთო რაღაც შეიძლება სამსახურის დაწყება გაგიჭირდეს, მაგრამ საკუთარი პროექტები მაინც გააკეთო, იფიქრო შენს გარშემო რა გიქმნის პრობლემას, რა გაგიმარტივებდა მუშაობას, ცხოვრებას, ჰობის მხრივ და ასე შემდეგ და ამაზე ააწყო რაღაც გარკვეული სტარტაპი. შეიძლება სხვა ადამიანებმა არ გამოიყენონ, მაგრამ მინიმუმ შენ გამოიყენებ და პლუს ცოდნა დაგრჩება და გამოცდილება რომ გააგრძელო ასე ვთქვათ ეს პროცესი. რაც შეეხება თვითონ შემდეგ ეტაპს, junior-დან middle-ზე რო გადახვიდე, საშუალოდ 2-დან 4 წლამდე არის საჭირო, აქაც დამოკიდებულია რა ინტენსივით მიდიხარ სამსახურში და რა პროექტებზე მუშაობ და იგივე დროს სჭირდება უკვე მერე რომ senior-ი გახდე. Seniors უკვე ალბათ ბევრად მეტი ინფორმაცია და ცოდნა მოეთხოვება, აღარ უკვე seniors უკვე middle-ზეც იგივე სიტუაცია არის, რომ პროგრამისტმა არ უნდა იცოდეს კონკრეტულად framework ან ბიბლიოთეკა, არამედ უნდა იცოდეს საფუძვლები, ალგორითმები, კომუნიკაციაც უკვე ესე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის და გუნდთან მუშაობა. ეს ყველაფერი თუ არ იცი, ძალიან გაგიჭირდება, მერედან ბევრი დამწყები დეველოპერი junior-ი ამას სამწუხაროდ არ აქცევს ყურადღებას და ეს აისახება მერე უკვე სამსახურის ძებნის პროცესში, რომ გასაუბრება, ანუ შეიძლება სამსახურს საქმეს აკეთებდე, მაგრამ არ აგიყვანენ, ანუ იმ ეტაპამდეც ვერ მიხარ, გასაუბრების ეტაპს ვერ გადალახავ, რადგან შენ არ იცი ის საფუძვლები, soft skill-ები რაც არის, ასევე არ იცი ალგორითმები როგორ მუშაობს, ენის საფუძვლები, რა ენაზე ხარ და ასე შემდეგ. მოკლედ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოს დეველოპერმა. მადლობა პასუხისთვის. შემდეგ თემა დაეთმობა იმას თუ რომელი პროგრამირების სცენით და ურჩევ ადამიანს რომ დაიწყოს პროგრამირების შესწავლა და რატო.
ხო, ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირი კითხვა არის, ხშირად სმენია ეს ყველაფერი და პირველი კითხვა ის არის, ალბათ და პირველ შეცდომასაც უშვებენ არის ის, რომ პროგრამული ენით არ უნდა დაიწყო თავიდან სწავლა. ჩემი პირველი შეცდომაც ეგ იყო, რომ იმის მიუხედავად, რომ Python-ი გავიგია, რომ ძალიან მარტივი და ადამიანებისთვის გასაგები ენა არის, Python-ით დავიწყე და ძალიან გამირთულდა. ანუ პირველი კურსზე Python-ი ვისწავლე, იმდენად რთული აღმოჩნდა, რადგან არ ველოდებოდი საერთოდ რა იყო პროგრამირება, ისიც არ ვიცოდი და ენას რო შევეჯახე, მოკლედ ბევრ სირთულეს დავაწყდი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ესეთი რაღაც, რომ აუცილებელია თავდაპირველად დაიწყო ფსევდოკოდებით სწავლა. ფსევდოკოდები არის ესე მოკლედ რო ვთქვათ, ადამიანის ენაზე, ანუ არც ერთი პროგრამული ენა არ არის, ჩვეულებრივ რაღაც ადამიანურ ენაზე წერ ლოგიკებს. რატომ მუშაობს, როგორ მუშაობს, რა უნდა გააკეთო და ასე გეგმას წერ მოკლედ, რომ შენი შედეგი რაღაც ალგორითმი აამუშაო, რაღაც A პუნქტიდან B პუნქტში როგორ უნდა მივიდეს დაუშვით მანქანა, მაგის რაღაც გეგმას ჩაწერ. რომ ფსევდოკოდების შემდეგ, მოკლედ რომ კარგად აითვისებ ლოგიკებს, რისთვის რა არის საჭირო და აზროვნებას ისწავლე, მერე შეგვიძლია უკვე დაიწყო პროგრამული ენის სწავლა. ამ ეტაპზე ალბათ ვურჩევდი იმის მიუხედავად, სად უნდა წასვლო და რა განვითარებე JavaScript-ი რო ისწავლონ. JavaScript-ის პროგრამული ენა თითქმის ყველგან გამოიყენება და ასევე არის საკმაოდ მარტივი გასაგები დამწყებებისთვის, ანუ მეგობრული არის, მე advanced დონეზე რო ადიხარ კი რაღაც ბევრი საინტერესო რაღაც ჩდება, უცნაურობები, მაგრამ დამწყებებისთვის ძალიან კარგი არის. ასევე კიდევ ერთ ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ხოლმე დამწყები დეველოპერები, ეს არის ბევრი ენა სწავლობენ ერთდროულად. ანუ ძალიან რთული არის ერთდროულად აღიქვა რამდენიმე ენა, რომ თან დაზეპირება უწევთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ უნდა იცოდე, რის ისწავლა გსურს, რა მიზანი გაქვს, შემდეგ ისწავლო, როგორ გააკეთო ეს ყველაფერი და შემდეგ ის ერთი ენა მიიყვანო რაღაც დონეზე სრულყოფილებამდე. ყოველთვის მთლიან ენას ვერ ისწავლი, ეს შეუძლებელი არის. ახლაც მიწევს მე ბევრი რაღაც ისწავლა, მაგრამ ის საფუძვლები, როგორ მუშაობს ენა, რა მინუსები აქვს, რა პლუსები აქვს, რას აკეთებს ავტომატურად, აი JavaScript-ში არის რაღაც ფიჩერები, რომლებიც ავტომატურად კეთდება, არ ჭირდება რომ ხელით გაწერო. მაგრამ C#-ში თუნდაც ეს ყველაფერი საჭირო არის რომ ხელით წერო. და შენ როდესაც JavaScript-ზე შეიძლება ამას ხელით არ წერდი, მაგრამ იცი რომ ამას ავტომატურად აკეთებ და C#-ს რო დაიწყებ, გაგიმარტივდება განსხვავების დანახვა. ანუ ის რომ რა განსხვავება არის JavaScript-სა და C# შორის, იქ რომ ავტომატურად კეთდებოდა შენ ხელით გიწევს და რატო გიწევს ამ ყველაფრის ხელით გაკეთება და ამიტომ ძალიან მარტივად სწავლობ მე სხვა პროგრამულ ენებს ერთი ენა თუ იცი ძალიან კარგად. JavaScript-ის შემდეგ თუ ფრონტის მიმართულებით გინდათ, რა თქმა უნდა, განვითარება, შეგიძლიათ აირჩიოთ რაიმე ბიბლიოთეკა, ან ფრეიმვორკი, React-ი, Angular-ი, ან Vue შეიძლება. ესეც თქვენი გემოვნების ამბავი არის, შეგიძლიათ გადახედოთ პროექტები, რა პროექტებია, რომელი საიტები იყენებენ და ამის მიხედვით. Mobile development-ისთვის გვაქვს ბევრი არჩევანი, Kotlin-ი, Android developer-ი გვინდა გავხდეთ, მარტო iOS developer-ის Swift-ზე ვწეროთ თუ გვინდა ორივე ერთად ვწეროთ. ამას თავისი მინუსებიც აქვს, მაგრამ მე პირადად ვიყენებ React Native-ს, რომელიც საშუალებას მაძლევს როგორც Android-ზე, ესე iOS-ზე ავაწყო აპლიკაციები. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ცალკე Swift-ზე დაწერ, ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს თუნდაც Swift-ი Android iOS-ზე რომ ააწყო არსებული აპლიკაციები. რაც შეეხება უკვე back-ის მხარეს, back-ზეც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი სფერო არის პროგრამირება. აი ადრე იყო რომ ერთ რაღაც გეგმას მივყვებოდით, იმას ვისწავლით და მორჩებოდა. ახლა უწევთ იმდენი არჩევნიდან რაღაც იმდენი არჩევანია ბაზარზე, თან იმდენი მატერიალი არის, რომ ერთი ავირჩიო ძალიან რთული არის. ხოლო რაც შეეხება back-end development-ს, back-end-ზეც ძალიან ბევრი არჩევანი არის. ზოგადად პროგრამირებაში ისე არის, რომ უკვე ამეთ ადრე იყო რომ ისწავლიდი რაღაც ერთი გეგმა გქონდა, ამ გეგმას გაყვებოდი და საკმარისი იყო. ახლა უკვე გიწევს ძალიან დიდი არჩევანის გაკეთება ბევრ მოწოდებულ ენებში. Back-ზე პირველ რიგში რეკომენდაციას უწევ ხოლმე Node-ს ასევე და რატო Node-ს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც JavaScript-ი ფრონტზე ისწავლე და ფრონტით დაიწყე, იცი რაღაც ინფორმაცია როგორ მუშაობს ვები ფრონტის მხარეს, Back-ის ნაწილში გიწევს უშუალოდ ლოგიკის სწავლა. ანუ სინტაქსი აღარ კარგავ დროს. სინტაქსი არის ამ შემთხვევაში ის, რომ ერთ და იგივე პროგრამულ ენაზე წერ, სხვა გარემოება არის უბრალოდ და იგივე სინტაქსი იყენებ. და გიწევს მარტო განსხვავებული ლოგიკის სწავლა, როგორ მუშაობს არსებული ენა. როდესაც Node-ს ისწავლი, შეგიძლია Express-ი აირჩიო, Nest-ი აირჩიო, ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან გაგიმარტივდება, ანუ არ არის აუცილებელი რომ ძალიან საფუძვლიანად ისწავლო. უბრალოდ შეგიძლია რომ გაერკვიო რა არის back-end-ი. ზოგადად მაინც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც back-end-ს ისწავლი, front-end-შიც აღმოაჩენ ახალ რაღაცეებს. ეს ორი პროფესია აქამდე იყო ძალიან გაყოფილი და ახლა ვთვლი რომ თავიდანვე ერთად უნდა ყოფილიყო, რადგან კარგი front-end developer-ი ვერ იქნები თუ back-ის რაღაც დონეზე ცოდნა არ გაქვს და ვერც კარგი back-end developer-ი არ იქნები თუ front-ის მიმართულებით გარკვეული ცოდნა არ გაქვს. და ეს ორი ცოდნა ერთმანეთს ავსებს და საბოლოოდ გამოდიხარ ძალიან კარგი full stack developer-ი. და back-ს შეეხება, ესე იგი, თუ ისწავლი JavaScript-ს და აზრობრივად გაიგებ რა და როგორ ხდება, მე უკვე სხვა პროგრამული back-ის ენების სწავლა ძალიან გაგიმარტივდება. იმდენად გაგიმარტივდება, რომ აი მაგალითად senior developer-ებს სამსახურში
აღარც ეუბნებიან ხოლმე დიდად აი რაღაც კონკრეტულ სტეკის დეველოპერები კი არ არიან. ზოგადად მოისაძრებენ რომ არიან full stack რაღაც senior დეველოპერები. და სამსახური შეიძლება გითხრან რომ აი C# იცი, მაგრამ ხო არის სწავლის შემთხვევით Express. ან front-ის მხარე შეიძლება React-ი იცოდე და გითხრან რომ აგიყვანთ, მაგრამ Angular-ის სწავლა მოგიწევს. მათთვის უკვე იმდენად ნაკლებად აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა, რომ ჩვეულებრივ შეგიძლია გააგრძელო სხვა სტექსაც. ეს დაამნიშნულოვანია მოკლედ, ანუ არ უნდა იყოს სტექის დეველოპერი, უნდა იცოდე ის კონკრეტული პროგრამული ენა იქნება თუ სფერო იქნება საფუძვლიანად. მადლობა პასუხისთვის. შემდეგი კითხვა არის მითია თუ რეალობა, რომ AI-მ ჩვენ დროს ჩაანაცვლა software developer-ები. ამ თემაზე მართლა ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ვეცდები მოკლედ თქვა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი როლი AI-ისგან განსხვავებით ჯუნიორებს რომ უჭირთ დღეს სამუშაოს დაწყება, ამ ყველაფერზე გავლენა მოახდინა კორონამ, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა. პირველ რიგში, როდესაც ეს სამსახურის მარკეტს თუ გადავხედავთ, ნახავთ სტატისტიკებს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა, ანუ კატასტროფულად დიდი მოთხოვნა წავიდა უკვე პროგრამისტებზე კორონას დაწყებისთანავე. კომპანიები მიხვდნენ, რომ ყველაფრის გაციფრულება უწევდათ, კომუნიკაციები იყო ეს, მარკეტი, ბიზნესი და ასე შემდეგ და დასჭირად ახალ-ახალი პიროვნებები. დაიწყო რაღაც ფულის ბეჭდა, ინვესტიციები, ანუ ნებისმიერი ინვესტორი უკვე ხედავდა რაღაც ტექნიკური კომპანია იყო, ინვესტიცია მიდიოდა, ეს კომპანიებიც ფიქრობდნენ, რომ სამუდამოდ გაგრძელდებოდა და ახალ-ახალი კადრები აყავდათ, მაგრამ როგორც ეს კორონა და ჩაკეტილო გაიხსნა ყველაფერი, კომპანიები მიხვდნენ, რომ მოგებაზე ვეღარ მიდიოდნენ, დაიწყო რაღაც ნეგატიურად სვლა job market-ზეც, ანუ სამსახურის მარკეტზე პროგრამირების ნაწილ დეველოპერების მოთხოვნამ და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ დიდმა კომპანიებმა დაიწყეს გათავისუფლება იმ დეველოპერების, ვინც აღარ სჭირდებოდათ. ანუ იმ პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, კადრები არ ყავდათ და ყველა აყავდათ სამსახურში. იმის მიუხედავად, რაც ოდნა გქონდა. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი ისეთი არაპროფესიონალური კადრი მოხვდა დიდ კომპანიაში და მათი, ასე ვთქვათ, გაშვება დაიწყეს სამსახურიდან. ამავდროულად ძალიან პოპულარული გახდა პროგრამირება ამ პერიოდის განმავლობაში და ხალხმაც დაიწყო სწავლა. ეხლა ის ნაწილი, ვინც სამსახურიდან გაუშვეს და ის ნაწილი, ვინც დაასრულა სწავლა, ყველაფერი მოხდა საბოლოოდ და შეიკრა ერთად, როდესაც каранტინი დასრულდა და ამან გამოიწვია საშინელი გადავსება მარკეტის და მარკეტზე იყვნენ ბევრი ადამიანები და სამწუხაროდ ის იყო, რომ პროფესიონალები იყვნენ ძალიან ცოტა. და 1000 ადამიანში რომ ერთი ამოარჩიო, HR-ისთვისაც ძალიან რთული არის. თითქმის შეუძლებელი არის სათითაო ჩაუტარო ყველას გასაუბრება, თან AI რო იყო, მარტივად შეიძლება რომ მოიტყო გასაუბრებაზე, უბრალოდ task-ი რომ ისე ერთკვირიანი, ცოდნა შეიძლება არ კონდეს და ამიტომ რთული გახდა ჯუნიორებისთვის სამსახურის პოვნა. მერე დაიწყო რეკომენდაციები, მაგალითად რომ რეკომენდაციებით იქნებ კარგი კანდიდატი ეპოვათ არსებული სამსახურისთვის. AI რო დაიწყო მაგ პერიოდში, რაღაც სამსახურის მარკეტს დიდად არანაირი რეაგირება არ ჰქონდა, პირიქით ეხლა რო ვთქვათ, შარშანდელთან შედარებით, წინა წელთან შედარებით, სამსახურები რაღაც პროცენტით გაზრდილია. ჩემი საკუთარი გამოცდილებადანაც რომ გითხრათ, AI რაც განვითარდა, უფრო მეტი შეკვეთები დავიწყოთ. პარალელურად მუშაობ ფრილანსინგზეც, ანუ ფრილანსერ პროექტებს ვიღებ. და უფრო მეტი პროექტი წამოვიდა, რადგან ხალხს უნდა განვითარება, კომპანიებს უნდათ რაღაც AI-ის ფიჩერები ჩააშენონ, სტულები გამოიყენონ და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ. ასევე ის მითი არის კიდევ რომ დამკვეთები თვითონ აკეთებენ საიტს და აღარ სჭირდებათ დეველოპერები საიტის ასწავლად. დიდი კომპანიები და აქამდე ვინც შეკვეთები ჩვენამდე მოდიოდა, ისინი ისევე შეკვეთებს ახორციელებენ და ურჩევნიათ რომ პასუხისგებლობა დეველოპერმა აიღოს, რადგან კოდის წერა არ არის დეველოპმენტის ნაწილი, ხოლო ის პიროვნებები, ვინც ახლა დამოუკიდებლად აკეთებენ საიტებს და ანუ შვენიერი არის ძალიან ბევრი ისეთი პატარა და ესეთი მცირე კომპანიები, რომლებსაც ურჩევნიათ რომ თვითონ გააკეთონ საიტი, ისინი აქამდეც არ შეუკეთავდნენ საიტს, ანუ აქამდე რჩებოდნენ საიტის გარეშე და job market-ზე, ანუ სამსახურის მარკეტზე დიდად გავლენას არ ახდენდნენ. შესაბამისად, AI გაგვიმარტივა დეველოპერებს საქმე და ჯუნიორ დეველოპერებსაც სხვათა შორის თუ კარგად იცის საფუძვლები და გეგმავ ყველაფერს კარგად, შეგეძლება რომ მიდლის საქმე გააკეთო. ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავ და მომწურავ პასუხისთვის და ასევე თუ შეგიძლია რომ აგვიხსნა თუ რამდენ რთული არის ქართული დეველოპერისთვის სოფლიო ბაზარზე გასვლა. საქართველოსთვის ესე პირდაპირ რომ დავიწყოთ, საკმაოდ რთული არის რომ უცხო ბაზარზე გახვიდე და აქ რამდენიმე ხრიქს მიმართავენ ხოლმე ქართული დეველოპერები. ერთი არის საკმაოდ ბევრი ისეთი international კომპანიები არის, რომლებიც გთავაზობენ რომ თუ მათთან იმუშავებ გარკვეული დროის განმავლობაში, შეგიძლია რელოკაცია მოითხოვო, გადახვიდეს სხვა ქვეყანაში და იქ გაძლევენ სამუშაო ვიზას. აი ამ შემთხვევაში ბევრად მარტივი არის თუ გამოცდილი ხარ, ესეთი ერთ-ერთი კომპანია არის IPAM-ი, საკმაოდ მაღალი სტანდარტების მქონე კომპანია არის. მართლა პროფესიონალური ჯგუფი ყავთ და გთავაზობს მაგალითად თუ 1 წელი იმუშავებ მათთან, შეგიძლია რელოკაცია მოითხოვო და გადახვიდეს სხვა მის ფილიალებში, რომლებიც მას რამდენიმე ქვეყანაში აქვს. ასევე ძალიან მსგავსი ბევრი კომპანია არის.
ეს არის ერთ-ერთი გზა და ზოგადად თუ საერთოდ არ ქონია კომპანიებთან შეხება და უბრალოდ გინდა რომ წახვიდე საზოგადოებთან მუშაობა დაიწყო ამ სფეროში, ალბათ ძალიან გაგიჭირდება. ისევ შუამავალი კომპანიები უნდა ვეძებოთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა მე მათთან ერთად, ოღონდ სხვა ქვეყანაში და მე იქიდან შეგიძლია უკვე პარალელურად სხვა კომპანიაში გადახვიდე. მადლობა ესეთი შესანიშნავი პასუხებისთვის და მოდი ერთი ისტორია გაიხსენე შენი პროგრამირების ისტორიიდან, რაც შეხვედი ამ სამყაროში. აი სახალისო ისტორია მოგვიყევი რამე, აი რაც თუნდაც კლიენტებთან ან ზოგადად მარტო კომპიუტერთან. სახალისო ისტორიები ალბათ მაინც დამკვეთებთან ასოცირდება. დამკვეთებს არ მოეთხოვება ტექნიკური ცოდნა, მაგრამ ამის მიუხედავად არის ხოლმე მართლა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რაღაც შემიძლია რაღაც პატარა რამდენიმე ისტორია გავიხსენო. იყო შემთხვევები, რომ რაღაც საიტი ჩაგვიბარებია დამკვეთისთვის და რაღაც 3-4 თვის შემდეგ გვირეკავს და გვეუბნება, რომ რაღაც კომპიუტერი აღარ ერთვება და Windows გადაყენება სჭირდება, რაღაც მსგავსი. ეგეთი რაღაცებიც ყოფილა, ასევე იყო რომ რაღაც პაროლი დაავიწყდა, ну forget password რაღაცები არის, მაგრამ იმეილის პაროლი დაავიწყდა თვითონ და ჩვენ ვწერდა, რომ იქნებ იმეილის პაროლის აღდგენაში დამეხმაროთ. ანუ რეალურად არის ესეთი რაღაცები, რომ ზღვარს ვერ იგებენ, სად მთავრდება ჩვენი რეალური სამსახური, ჩავაბარებთ და მორჩება და მე თვითონ უნდა იზრუნო საიტის განვითარებაზე, ხო, რაღაც 2-3 წლის შემდეგ რომ საიტის განახლება სჭირდება, ეგ უკვე რეალურად ახალი პროექტია და ახალი შეკვეთა სჭირდებათ რომ გააფორმო. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ მაგალითად EU interface ალბათ უბრალოდ დიზაინერების მხარეს არის და ბევრი დიზაინერთან ქონია შემთხვევა user experience, ანუ user-ის გამოცდილებას, როდესაც საიტს აწყობ, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. და ისეთი შემთხვევები, რომ დამკვეთს უთქვამს, რომ აი ნავიგაციის ბარში, header-ში ყველგან იყოს ჩვენი სერვისები, რაღაც 5-6-გან, რომ სადაც არ უნდა დააჭიროს user-ი ჩვენ სერვისებში გადმოვიდეს. რაღაც მსგავსი რაღაცები ყოფილა, რაც შემდეგ უკვე დიზაინერთან გაგვივლია, აგვიხსნია, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, რომ არა მაინც თავის უნდათ რომ თლიან ეკრანზე იყოს ერთი ბატონი, ღილაკი, click-me და ეს უნდა გავაკეთოთ. იმის მიუხედავად, რომ დიზაინერი ამ ყველაფერს უხსნის, რომ რაღაც SEO-სთვის ცუდი არის, user-ისთვის ცუდი არის და ასე შემდეგ, ზოგი ძალიან მაგარი დამკვეთი ყავს ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ უმეტესად რაღაც პატარა ჯგუფისთვის მუშაობთ, ხშირად არის ხოლმე მსგავსი შემთხვევები. მინდა მადლობა გადავხატო კიბერ ლაბორატორიას UniLabs, რათა უზრუნველყოფს ყველანაირი ტექნიკით Uni podcast თავისი გადაღებებისთვის. მშვიდობიან დღეს გისურვებთ ჩვენ მაყურებელო და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და რაც თავარია, ყოველთვის ეცადეთ რომ არ დანებდეთ ბევრი მასალა, მაგრამ სისტემატიურობა და დისციპლინა ყველაფერს გადაგალაგებთ.